ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი უხელმძღვანელებს. ტიტე აროშიძემ სრული მხარდაჭერა მოიპოვა ამ პოზიციაზე, თუმცა პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. სტუდენტების ნაწილი წინააღმდეგობას გამოხატავდა, მეორე ნაწილი კი პროტესტის მონაწილეების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა. აკადემიური საბჭოს 11-მა წევრმა ხმა ფარული კენჭისყრით მისცა. აროშიძე მათი ხმა მიიღო, ერთი კი გაბათილდა. ახალარჩეული რექტორი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი უნივერსიტეტის წინსვლა და მისი ახალ საფეხურზე აყვანა იქნება. სტუდენტი, რომელიც დაასრულებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, უნდა იყოს თვალსაჩინო მთელ სოფლიოში. მე როგორც კი უნივერსიტეტის კედლებში უკვე შემოვდგამ ფეხს, ჩემი პოლიტიკური აწმყო და პოლიტიკური მომავალი, რა თქმა უნდა, უკვე განსახილველი თემა აღარ იქნება. რექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა. ტიტე აროშიძის კონკურენტი არჩილ გუჩმანიძე იყო. კენჭისყრის დაწყებამდე მათ საბჭოს საკუთარი სამოქმედო გეგმები გააცნეს. უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური ერთეული, პროფესორ მასწავლებლები უნდა იყვნენ თავისუფალი შემოქმედი პიროვნება, რომელსაც ვერავინ დააშინებს მოისყიდის და რომელიც მოტივირებულია კონდეს მაღალი სამეცნიერო ხარისხი. ნათლად ჩანს, თუ რართული და წინააღმდეგობით ახსავსე რეფორმების გზა გაიარა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. სრულად ვაცნობიერებ და ვითავისებ, რომ მიღწეული ღირსეულად უნდა დავაფასოთ, მოუფრთხილდეთ და განვითარებაზე ვიზრუნოთ. რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტების ნაწილი უკმაყოფილებას კარებზე ბრახუნით გამოხატავდა. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთა ნაწილი არ იზიარებდა პროტესტს და მათ ოპოზიციის მესიჯების გახმოვანებაში ადანაშაულებდა. ხმაურისა და ხელის შეშლის მცდელობის მიუხედავად ტიტე აროშიძე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. პროფესორები მას მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით უნივერსიტეტი უფრო მეტად განვითარდება. ტიტე აროშიძეზე მხარდაჭერა ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მე რამდენიმე ათეული წელია ვიცნობ მას, ვიცი როგორი პროფესიონალი იყო, პროფესიონალიზმის კუთხით. მე შემექმნა შთაბეჭდილება, როგორც აკადემიური საბჭოს წევრს, უნივერსიტეტის პროფესორს, რომ ის შეძლებს ჩვენ ხარში დაუდგებით იმ მიმართულებით, რაც თქვათ შევავსოთ მისი საქმიანობა. პროცესის ჩაშლისთვის განსაზღვრული გეგმა ჩავარდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლის ვადით ტიტე აროშიძე უხელმძღვანელებს.